პირველი მოსმენით ქართულმა ოცნებამ ხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთპარტიულად მოხდა ამ კანონპროექტზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ზალა წარმოადგენდა და სწორედ ისინი ცდილობდნენ, რომ ერთგვარი ოპონირება გაეწიათ და ესაუბრათ როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხდომათა დარბაზში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოცნების წევრები ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ის, რომ ქვეყანაში რთული ნარკოლოგიური მდგომარეობა არის, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ წლების წინ თითქოს მათ თავს მოახვიეს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. აქაც, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გზები ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის და იხსენებდნენ დღეს დიმიტრი ხუნდაძე და მისი თანაგუნდელები, როგორ მოხდა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის წახალისება მე-9 მოწვევის პარლამენტში, თუმცა გამორჩათ მხედველობიდან, როგორ ახალისებდა მათ შორის ამ ყველაფერს თავად ბიძინა ივანიშვილი და ღიად საუბრობდა მარიხუანას პლანტაციების გაშენებაზე. როგორც კანონპროექტის მიხედვით და მსჯელობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლეს ექნება სრული უფლება იმის, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება ნარკომომხმარებელი სავალდებულო მკურნალობას გაივლის თუ არა, იმ შემთხვევაში თუ კი მას ჩადენილი ექნება და უფიქსირდება სისხლის სამართლის დანაშაული. დღესვე ამ საკითხზე მსჯელობის დროს უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ საკითხის, გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის და მისთვის შთაგონების წყარო იყო ბასკეთი, სადაც არაერთხელ იმყოფებოდა მიხეილ ყაველაშვილი და სწორედ იქ ნახეს საუკეთესო პრაქტიკა, როგორ უნდა ებრძოლო ნარკომანიას ქვეყანაში და ახლა ქართული ოცნება ქვეყანაში სწორედ ამ პრაქტიკის დანერგვას აპირებს. მე მაშინ რომ ამაზე ეროვნული საქმე ბევრი არ გაგვახსენდება. ეს არის თანამედროვე სოფლიოს უდიდესი გამოწვევა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით უადვილდება ბრალმდებელს სახელმწიფო შესაბამისად მისი ქმედების დაკვალიფიცირება. ის არის უნდა იცოდეს ყველა. აი რომ სადღაც მივა, სადღაც წაიღებს, ჩამარხავს და მერე მიწერს მყიდველს, ის ნარკო რეალიზატორია. ის არის გამყიდველი. ეგრეთ წოდებული ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის ლაზეიკები თუ მოიფიქრებს, უნდა იცოდნენ, რომ ის დამდები, რაღაც წავიდა ვიღაცას მოუტანა შეუგროვა, რაღაც ყველა არის რეალიზატორი. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი მყარი და მკაცრი მიდგომა, ხისტი მიდგომა ნარკო რეალიზატორების ნებისმიერი ფორმით ნარკო რეალიზატორების მიმართ. სავალდებულო მკურნალობას დაგინიშნავთ, ან სხვა სახელი დავარქვათ, კიდევ უფრო რაღაც ჰუმანური. ამისი საშუალება პრაქტიკულად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ ჯერ არ. ამიტომ გადაწყვეტა არის, როდესაც მიუსჯი რაღაც საჯელს, მას იმ შემთხვევაში თუ ექსპერტი გეტყვის სხვა მტკიცებულებები შეგროვდება საიმსახურეზე, ეს საჭიროება სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნოს საჯელის დამატებით საჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა. მიხეილ ყაველაშვილი იყო პრეზიდენტობაზე და სადაც ვიდრე მისი კანდიდატურა განიხილებოდა ბასკეთში, ორჯერ ჩვენ ჩაგვიყვანა, სამჯერ თვითონ იყო ბასკური მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ ებრძვიან ჯანსაღი ცხოვრების წესის უპრეცედენტო პოპულარიზაციით და მეორე მხრივ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით. იმ კანონმდებლობამ, რაც ეს მძიმე შედეგი გამოიღო, მინდა გითხრათ, რომ ის იქნა შემუშავებული იმ ლიბერალური ღირებულებებს მქონე სხვათა შორის მასში ქართული ოცნების წევრების მიერ, რომელიც დღეს არც ერთი მათგანი არ არის ქართულ ოცნებაში და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად ოპოზიციურ ფლანგზე და მაშინაც მახსოვს, რომ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები. მიმდინარეობდა აქტიური ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოების ცნობადი სახეები გამოდიოდნენ, მათ შორის პარლამენტარების, რომ როცა მოიხმარა მან მარიხუანა, მან დაიცვა დისერტაცია. როცა მოიხმარა მარიხუანა, მან უკეთესად დაწერა, ასე ვთქვათ, მუსიკალური ნაწარმოები. მან უკეთესად დაწერა ლექსი, პოემა და ასე შემდეგ. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტათაც კი იყო წარმოჩინებული და მახსოვს, როცა ერთ-ერთ გადაცემაში თურმე წარსულში ხაჭაპურს და გულდას მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო გემრიელია ვიდრე მის გარეშე.
ქართულმა ოცნებამ დღეს ასევე იმსჯელა მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად მედიის ბედი მთლიანად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. ახლა ბექაურის უწყება შეიძლება, რომ თუ კი ისინი საჭიროდ ჩათვლიან და გადაწყვეტენ, რომ მედიამ დაარღვია ესა თუ ის სტანდარტი, მაშინ მედია გააფრთხილონ, დააჯარიმონ ან სხვა შემთხვევაში საერთოდ ლიცენზიაც კი შეუჩერონ. ქართული ოცნება მსჯელობდა დღეს მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და უნდა აღინიშნოს, რომ აქაც ოპოზიციის როლი ისევ სოზარ სუბარმა მოირგო და არწმუნებდა არჩილ გორდულაძეს, რომ ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტში არის მთელი რიგი მუხლები, რომელიც უბრალოდ შეუძლებელი არის, რომ შესრულდეს. ამ კანონპროექტის მიზანია ჩვენი გუნდის მიერ გაჟღერებული ბრიტანული მოდელის და ბრიტანული სტანდარტების, რომელიც ეხლა გათვალისწინებული იყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, რომელთა შესრულების ვალდებულებას თავად ჰქონდათ აღებული მაუწყებლებს 2009 წლიდან, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკაში სტანდარტები არ სრულდებოდა. ეხლა შემოთავაზებულია მექანიზმი, სადაც გაუმჯობესებული მექანიზმი, სადაც მათ შორის ასეთ შემთხვევებზე დარღვევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და საკითხების განხილვა შესაძლებელი გახდება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წყარო მუდმივად ანონიმურ ხასიათში რჩება თუ ხდება ისეთი გარემოება, სადაც წყაროს დასახელება ხდება სავალდებულო. პირდაპირ არ არის ეს არც არ გათვალისწინებული, რომ ანონიმური წყარო აუცილებლად დასახელებული უნდა იყოს ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში, რაც საერთაშორისო სტანდარტია, ხოლო ძალიან კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში ასეთი არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ აუწყებელს აუცილებლად ექნება ვალდებულება, რომ თქვას, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობილი. სამომავლოდ მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ ეხლა სოფლიოში ესეთი მიუკერძოებელი მედია არ არსებობს. ნებისმიერი მედია მიკერძოებულია, ფლობელი ყავს და იმას თავის პოზიცია აქვს. მიუკერძოებლობა ზოგჯერ ნონსენსი არის. ეხლა ბალანსი დაიცვა, შეუძლებელია ბალანსის დაცვა ზოგჯერ პოლიტიკურ დებატებში, მაგალითად, რომელიც ტელევიზიაში არის, თუ ყველა ჯგუფი არ არის, არ გამოიყენო იმაზე თავდასხმისთვის. მოსულია ტელევიზიაში, იმიტომ რომ გააკრიტიკოს სხვა სიტყვაზე ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიმე ტელევიზიაში. ამ პირიქით ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ეხლა ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება უბრალოდ შეუძლებელი მგონია და არასწორის მგონია. ბალანსის დაცვაში, მაგალითად, ახალი ამბების დროს უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ერთი მხარე, მეორე მხარე, მესამე თუ რამდენიც არის, რა მოსაზრებას შეიძლება არსებობდეს, ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს საზოგადოება. ერთმანეთისგან გასამიჯნე არის თავდასხმა და კრიტიკა. კრიტიკა, რა თქმა უნდა, თავდასხმას არ გულისხმობს თავისი შინაარსით. საქართველოს პარლამენტში აბსოლუტურად ყველა კანონპროექტი სწორედ ამ რეჟიმში განიხილება, არანაირი განსხვავებული აზრი, არგუმენტი, სტატისტიკა და კრიტიკული პოზიციონირება. ქართული ოცნება მარტო არის დარჩენილი საქართველოს პარლამენტში და მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით თავად აკეთებენ განცხადებებს და არიან თავის მართლების რეჟიმში, როგორც მაგალითად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, სადაც ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ იმართლა თავი და განაცხადა, რომ ნარკობიზნესის უკან არ დგანან მფარველები, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის კანონი პირველი მოსმენით, მედიის კანონი კი მეორე მოსმენით მიიღო დღეს პარლამენტმა და ეს კანონები უახლოეს პერიოდში უკვე მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევა.